ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის მაცხოვრებლების სასმელ წყალს გრაფიკით იღებენ, რომელიც სოფლის სხვადასხვა უბანს გარკვეული დროის მონაკვეთებში მიეწოდება. ამორტიზებული სისტემის გამო მილები რამდენიმე ადგილზეა გამსკდარი და წყალი გზაში იკარგება, რის გამოც მთლიანად სოფელს ვეღარ ამარაგებს. ადგილობრივები სასმელთან ერთად სარწყავი წყლის სისტემის მოგვარებასაც ითხოვენ. გარდა ამისა, სოფლის მკვიდრები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბუნებრივი აირის შეყვანას ასახელებენ. გაზიფიცირების პროცესის დაწყებას კლდეში ერთ წელზე მეტია ელოდებიან. სოფლისათვის ძირითადი პრობლემა არის სასმელი წყლის პრობლემა, გაზი და სარწყავი არხის მოწესრიგება. აი ეს პრობლემები ძირითადად. გაზიფიცირება უნდა მოხდარიყო, მაგრამ არ მოხდა. თუ მოხდება, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ მივესალმებით თუ გადაიჭრება ეს პრობლემას. ახლა ყველა ერთად არ გადაიჭრება, მაგრამ ეტაპობრივად ეს უახლოეს რომ ეთქვია სასმელი წყალი, გაზი და სარწყავი, ესე იგი, არხის მოწესრიგება. სოფელში არის პრობლემა ერთი, რომ სარწყავი წყალი არ აქვს. ბუნების შემყურებად. ხო და მოსავალი კარგი თუ მორწყედა, თუ ვერ მორწყედა, არაფერი ის არ არის. მაყავს სიმინდი, მაყავს პური, მაყავს კარტოფილი, მაყავს და სოფლის მეურნეობა ესე იგი. უმუშევრები არიან, მე პენსიაში ვარ, მაგრამ შვილიშვილი და შვილები და ეგენი უმუშევრები არიან. ბაქო თბილისი ჯეიხანის ნავსადენი როგევიდა და გასადენი გეია ჩვენ ტერიტორიაა. თითქმის 7 კილომეტრი. და გადაჭრეს სახრავს 1000 საორგულები. ეს სახრავს 1000 საორგულები გადაჭრა. ორი სარწყავი არხი გაასწორა მიზანსულეთიანად, რომელიც ჩამოდიოდა იმაზეა ამნაკვეთებში და წავდა ამნაკვეთებში და გარდა ამისა სოფელი ჩამოდიოდა 90% ამარხებით იწვებოდა. სოფელი დახვდა შარზე. სოფელში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა რიტუალების სახლიც. არსებული ფართი, რომლითაც ადგილობრივები სარგებლობენ, სკოლის კუთვნილებაშია. კლდის მაცხოვრებლები სოფლის ცენტრში მდებარე კლუბის შენობის რესტავრაციასა და გადაკეთებას ითხოვენ, რომელსაც რიტუალების სახლის დანიშნულებით გამოიყენებენ. რიტუალი გვინდა კიდე შვილო, რიტუალზე, ხო, რიტუალზე. გუში ყოფილა რაღაცები აუზომიათ და რაც მალე გააკეთებენ, კარგი იქნება, გჭირდება. ეს სკოლის ბალანსი არის, სკოლის ბალანსი არის. ხო და ჩვენ გვკვირდებიან კლუბი უნდა გავაკეთოთ. ადგილობრივი მკვიდრის დახმარებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით მწყობრიდან გამოსული გზა გასულ წელს ბეტონის საფარით შეიცვალა. ასევე დამონტაჟი და გარე განათებებიც. გზის რეაბილიტაცია სოფლის შესასვლელიდან ცენტრამდე მოხდა. ზედა უბანში, სადაც 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა. მიზეზად მაშინ გზის სივიწროვე დასახელდა. ჩვენთვის დიდი პრობლემა არის ეუბნისთვის, მაგალითად ის, რომ ცუდამინდებში არის ძალიან დიდი ტალახი, წყლის პრობლემაც არის, გრაფიკი და გვაქვს. დააგვკვირდნენ, რომ მიხედავდნენ გზას, მაგრამ ამაოდ არის ყველაფერი. სოფელ კლდისა და წნისის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული ამბობს, რომ გამგეობასთან შეთანხმებით შეეცდება პრობლემები ორივე სოფელში მოაგვაროს. დავით ლაცაბიძე პირველ ეტაპზე სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას გეგმავს, რის შემდეგაც დღის წესრიგში ეტაპობრივად სხვა დანარჩენ პრობლემებსაც დააყენებს. პირველი პრობლემა, მაინც წყლის პრობლემა ითვლება, არის კიდევ სოფელ კლდეშიც და წნისშიც ორივე კულტურის სახლის პრობლემა. ერთგან კულტურის სახლის შენობა გვინდა რომ გადავაკეთოთ რიტუალების სახლად, რომელიც სოფელ კლდეს არ გააჩნია ნამდვილად. აქამდე ვიყენებდით ხოლმე ყოველთვის სკოლის ტერიტორიას, სკოლის სპორტ დარბაზს, ეგრეთ წოდებულს, რომელიც რო პრობლემური ხდება მაინც სოფლისთვისაც, თვითონ სკოლისთვისაც და განათლების სამინისტროსთვისაც. გვინდა რომ სოფელს კონდეს ნამდვილად თავიანთი რიტუალების სახლი. დავით ლაცაბიძე ირწმუნება, რომ სოფელ კლდეში ზედაუბნის გზის პრობლემის საკითხს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკვე განიხილავენ. მისივე თქმით, დარჩენილი მონაკვეთი ახლო მომავალში მოიხრეშება. გარდა ამისა, გაკეთდება სანიაღვრე არხები, რაც ნალექის დროს გზის საფარს გადარეცხვისგან დაიცავს.